მოკლედ, ძმებო და მეგობრებო, დღეს ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. აი პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს. ილია თოფურიას შეუძლია პედი პიმბლეტიცა და ჯასტინ გეიჯიც ერთსა და იმავე საღამოს ზედმიწევნით მიაყოლოს ერთმანეთს და ორივე დაანოკაუტოს. ვიცი, ახლა ზოგიერთი იტყვით, ეს კაცი გაგიჟდა ილიას ფანატობა მგონება დაუბნიაო. მაგრამ მოდით ემოციები გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ ფაქტებს. გვახსოვს პედისა და გეიჯის ბოლო ჩხუბი? კი, ბიჭო, საყურებლად კარგი სანახაობა იყო, ნამდვილი ომი დადგეს ოქტაგონზე, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით? მოდით ვაღიაროთ, ეს იყო ძალიან დაბალი დონის შესრულება. ორივე ისეთი ნელი იყო, თითქოს შენელებულ კადრებში მოძრაობდნენ. აი ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ, ილიასნაირი ქირურგი მაგას არავის აპატიებს. ბევრს გონია, რომ გეიჯი მაგრად ურტყამს. კი, ძლიერი დარტყმა აქვს ნამდვილად, მაგრამ ვნახეთ, რომ ხალხი მის დარტყმებს უძლებს. ედისაც აქვს რაღაც ძალა, მაგრამ გეიჯი მისი დარტყმები მშვიდად აიტანა. თოფურია სულ სხვა ლიგაა. ილია ისე კი არ ურტყამს, რომ უბრალოდ მოხვდეს. ის ისეთ დარტყმას გაპარებს, რომელსაც საერთოდ არ ელოდები. ეგ არის ნოკაუტის საიდუმლო. ის დარტყმა გთიშავს, რომელსაც ვერ ხედავ. აი შეხედეთ დეონტეი უაილდერს ან ფრენსის ნგანუს. ეგანი მჭედლები არიან, სადაც მოხვდება, იქ დაგაგდებენ, მაგრამ ილიას ფენომენი სხვა რამეა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წონისთვის საოცარი ძალა აქვს, მისი მთავარი იარაღი კომბინაციებია. გახსოვთ ვოლკანოვსკისთან რა ქნა? დაბლა, მაღლა, მუცელში, თავში ისე აგიბნევს გზაკვალს, რომ ბოლოს როცა ყველაზე ძლიერ დარტყმას უშვებს, შენ უკვე გასული ხარ. ბევრი მებრძოლი კომბინაციის ბოლოს ძალას კარგავს. ილია კი პირიქით. პირველ დარტყმებს მოსასინჯად იყენებს, რომ დაგაყენოს. ბოლო დარტყმაში კი მთელ თავის ქართულ ძალასა და სისწრაფესდებს. ახლა წარმოიდგინეთ, ეს ჩხუბი იანვარში რომ შემდგარიყო. ეგ არ იქნებოდა სპორტი, ეგ იქნებოდა ნამდვილი ყასბობა. პედი პიმბლეტის სტრატეგია ხომ საერთოდ ცალტე კომედიაა. მგონი ეგ გეგმა მისი ყველაზე დიდი მტერმა დაუწერა. ტიპს ეგონა, რომ გეიჯი სტრაიკინგში აჯობებდა. გეიჯი კარგი მებრძოლია ამ დივიზიონში. საშუალოზე მაღალი დონეა, მაგრამ ილია ექსტრა კლასია. მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც მერსედესსა და ძველ ჟიგულს შორის. პედის უმძიმესი შეცდომები აქვს. თავს არ აყოლებს მოძრაობას. კორპუსი გასშებიული აქვს. ხელები სულ დაბლა უჭირავს და იმდენ დარტყმას ჭამს, მიკვირს საერთოდ ფეხზე როგორ დგება. როცა თავს წევს, ზუსტად იქ წევს, სადაც დარტყმა მიდის. აი შეცდომა შეცდომაზეა. ილიას ერთხელ თქვა ჩარლზ ოლივეირაზე, ჩემი სტილი მისთვის საშინელებაა და პირველსავე რაუნდში დავაგდებო. პედის შემთხვევაში ზუსტად ეგაა, აქ გაზომვაც კი არ დასჭირდება. რატომ დასჭირდა ილიას დრო ვოლკანოვსკისთან ან მაქს ჰოლოვეისთან? იმიტომ რომ ისინი უმაღლესი დონის სტრაიკერები არიან. მაქსთან ჩხუბის მერე ილია თვითონაც ძალიან დაზიანებული გამოვიდა, რადგან მაქსი მართლა მაგრად ხვდება, მაგრამ პედი საზომით საერთოდ არ არის. ილია მას შეჭამს და არც კი დააბოყინებს. მერე მოდის გეიჯი. ჯასტინს თავისი ბინძური ბოქსი აქვს, კისერში ჩავლება, იდაყვები. ჩვენ გეიჯს ვატივს ვცემთ, მაგარი მებრძოლია, მაგრამ მოდით სიმართლე ვთქვათ. ტიპი სულ წესების დარღვევით ჩხუბობს. პიმბლეტთან ჩხუბში ორჯერ თვალში თიხი შეხო. საჯს ქულა უნდა დაეკლო, მაგრამ აპატიეს. ოირიესთანაც ეგრექნა, თითქმის ყველასთან ეგრეშვება. მაქს ჰოლოვეი მაგმახში არ გაება, რადგან დისტანციას იჭერდა. ილია კი ზუსტად მაგას იწავს. ახლოს არ მიუშვებს თავის ბინძურ თამაშს და შორიდანვე დაშლის. გეიჯს კიდევ ერთი სენი აქვს, თავის დახრა. მაქსთან ჩხუბის მერე ცხვირი იმიტომ გაუტეხდა, რომ თავი კოჭლებამდე დახრა და იქ შეხვდა პერივირთხონწი წიხლი. პედისთან ჩხუბშიც ეგრე აკეთებდა. რატომ? იმიტომ რომ ეგ მისი ინსტინქტია, სხვანაირად არ იცის. ილია კი კორპუსში დარტყმების დიდოსტატია. გეიჯი რომ თავის დახრის, იქ შეხვდება ან აპერკოტი, ან მუცელი, ან თოფურიას ის ცნობილი დარტყმა ღვიძლში. მოკლედ, ჩემი პროგნოზით ილია ორივეს ერთ საღამოს მიალაგებდა მაქსიმუმ 2 რაუნდში. გეიჯთან ჩხუბაზე ნერვიულობაც არ ღირს. ტიპი 37 წლისაა, მალეს 37-ის ხდება და თვითონ ამბობს, ჭყვალობა მღლისო. აბა, სად გაქვს შანსი ილიასთან, რომელიც ფეხზეც და მიწაზეც მხეცია? ახლა მოდით უფრო ღრმად ჩავთხაროთ. რატომ ვამბობ, რომ ილია გეიჯისაც ისე გაივლის, როგორც ცხელი დანა კარაქს? ბევრი იტყვის, ჯასტინი ხომ ბემეფია, ნამდვილი ბეძელი, ბედესი და საოცარი გამძლეობა აქვსო. კი ბატონო, აქვს, მაგრამ გეიჯის ჩხუბის სტილი ილიასთვის არის საჩუქარი.
რატომ? იმიტომ რომ ჯასტინი ეყრდნობა ეგრეთ წოდებულ ბინძურ ბოქსს. ეს არის კისერში ჩავლება, ახლო დისტანციაზე მიწოლა, იდაყვების ქნება და მოდით პირდაპირ ვთქვათ, თვალებში თითების ტაკება. პიმბლეტთან ჩხუბში გეიჯიმ ორჯერ მაინც გამოიყენა თვალში თითის შეყოფა. მსაჯმა გააფრთხილა, მაგრამ ქულა არ დააკლო. პოიერესთანაც ეგრექნა. თითქმის ყველასთან ეგრეშრება. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ როცა ტექნიკურად უჭირს, ცდილობს ჩხუბი აურიოს, ქაოსი შექმნას. მაგრამ ილია თოფურია არ არის ის ტიპი, ვინც ქაოსში იბნება. ილია არის სისუფთავის და სიზუსტის განსახიერება. ის მაქს ჰოლოუეისავით დისტანციაზე დაგიჭერს და ყოველ მცდელობაზე რომ ბინძურად შემოვიდეს, ილია მას უმძიმეს კონტრდარტყმას დაახვედრებს. კიდევ ერთი მომენტი. დააკვირდით გეიჯის თავის დაცვას. მაქსმა ცხვირი იმიტომ გაუნადგურა, რომ ჯასტინს აქვს ჩვევა. როცა უტევენ, თავს დაბლა ხრის, თითქმის მუხლებამდე. ეს არის დამღუპველი შეცდომა ილიასთან ჩხუბში. თოფურია ისეთი ქვედა სართულებზე მუშაობის ოსტატია, რომ გეიჯი თავისივე თავით შეასკდება ილიას აპერკოტს ან მუხლს. აი წარმოიდგინეთ 80 კილოიანი მებრძოლი, რომელიც მთელი სისტრაფით ეჯახება კედელს. ეგ კედელი ილიას მუშტი იქნება. პედი პიმბლეტზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს საუბარი. ზოგი ამბობს, რომ პედი გაიზარდა, მოუმატა. ბიჭო, რა მოუმატა? ტიპი ისევ ისი ატარებს, დარტყმებს თითქოს სახე მაგნიტი ჰქონდეს. პედის დაცვა არის ნულოვანი. ის ფაქტი, რომ მან გეიჯისთან გაძლო, უფრო გეიჯის სინელეზე მეტყველებს, ვიდრე პედის მაგრობაზე. ილია პედის პირველივე წუთებზე ამოკეტავს. პედი ნელია, მისი დარტყმები არის გაწელილი და პროგნოზირებადი. ილიასთვის ეგ არის ვარჯიში მსხალზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, წონა და ძალა. ილია შეიძლება სიმაღლეში არ არის გიგანტი, მაგრამ მისი დარტყმის ძალა არის რაღაც არამიწიერი. ის არ ურტყამს უბრალოდ იმისთვის, რომ ქულა აიღოს. ის ურტყამს იმისთვის, რომ დაგაძინოს. გეიჯი და პიმბლეტი კი მიუხედავად იმისა, რომ 70 კილოიანებში ჩხუბობენ, ილიასნაირ სისტრაფესა და სიმძლავრეს ვერასდროს მიაღწევენ. ბევრი იკითხავს, კარგი, და ილიას ჭიდაობა, პედი ხომ გრეპლერია. მოდით ნუ გავიცინებთ. ილია თოფურია არის შავი ქამარი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მიწაზე მასთან ყოფნა თვითმხვილობის ტოლფასია. პედის გრეპლინგი ილიასთან შედარებით არის ბავშთა ბაღის დონეზე. ილიას ფიზიკური მომზადება, მისი ბალანსი და სპრავლი, დაგდებისგან თავის დაცვა, არის უმაღლეს დონეზე. პედი რომ ცეცადოს მისი დაგდება, ილია მას ჰაერშივე დაიჭერს და ისეც მიასკებს ოქტაგონს, რომ პედის ჩხუბის სურვილი საერთოდ დაეკარგება. გეიჯი კი ჭიდაობას საერთოდ არ იყენებს. 37 წლის კაცია, მალე 38-ის ხდება. თვითონ თქვა, ჭიდაობა ძალიან მღლისო. წარმოგიდგენიათ, ტიპი, რომელიც ელიტარული მოჭიდავე იყო, ახლა მხოლოდ ხელების ქნევაზე გადასულია. ილიასთან ეს არ გაჭრის. ილია მას აიძულებს მოძრაობის, აიძულებს ჭიდაობის და ბოლოს, როცა გეიჯი დაიღლება და ის აუცილებლად დაიღლება ილიას ტემპში, თოფურია მას დაასრულებს. ჩემი აზრით, UFC-ში ახლა ისეთი მომენტია, რომ ილიას რეალური კონკურენტი ამ წონაშიც კი არ ჩანს. პედი და გეიჯი უბრალოდ ხმაურიანი სახელებია, რომლებიც ილიას ბრწყინვალებას კიდევ უფრო გამოკვეთებენ. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალობა, რომელიც ოქტაგონი მალე დაადასტურებს. ახლა კი მოდით პირდაპირ ვთქვათ. რა გეგმა უნდა დაუპირისპირო ილია თოფურიას? აი დავჯდეთ და დავფიქრდეთ. ტრევორ ვიტმანი, გეიჯის მწვრთნელი, გენიოსია. მაგრამ რა უნდა ურჩიოს ჯასტინს? ჯასტინ მიდი და ეცადე არ მოგხვდეს. ეს ხომ სასაცილოა. გეიჯის არ აქვს ისეთი სტილი, რომ ილიას გაექცეს. ის ყოველთვის წინ მიდის, ყოველთვის იღებს დარტყმას, რომ თავისი დაარტყას. ილიასთან ეს გაცვლა არის პირდაპირი ბილეთი რეანიმაციაში. ბევრი ამბობს, რომ ჩარლზ ოლიერას მაინც ექნებოდა შანსი, რადგან თუ მოხდება, მიწაზე ვარდება და იქიდან იცავს თავსო. გეიჯის ეგ დაზღვევაც არ აქვს. ის თუ მოხვდა და წაიქცა, იქ მისი თამაში მთავრდება. და მერე არის სისწრაფის ფაქტორი. მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ჩხუბებს, მაგრამ პედიცა და გეიჯიც ილიასთან შედარებით არიან ძალიან ნელები. მათი ბოლო ჩხუბი რომ ვნახე, მეგონა ჩემი ინტერნეტი ჭედავდა და კადრები იგვიანებდა. ჰარა ბიჯო, ინტერნეტი კი არა, თვითონ არიან ეგეთი ტემპის მებრძოლები. ილია არის ელვა. მისი რეაქცია, მისი ფეხების მუშაობა, მისი დისტანციის შეგრძნება სულ სხვა განზომილებაა. 145 ფუნტში 70 კილოგრამი. ახლა აღარ დარჩნენ ისეთი მებრძოლები, როგორიც მაიკლ ჩენდლერი იყო. ფეთქებადი და აგრესიული. ახლა დარჩნენ ბენუა სენდენი და მსგავსი ბიჭები, მაგრამ ისინიც კი ვერ მივლენ ილიას დონემდე. სენდენის სტრაიკინგი პედისას ბევრად ჯობია, მაგრამ ილიასთვის ისიც მარტივი საკბილო იქნებოდა. მოდით რეალურად შევხედოთ სიტუაციას. პედი პიმბლეტს ერთი შანსი ჰქონდა, ჭიდაობა და გრეპლინგი.
ეგონა რომ რადგან იმაზე დიდია სიმაღლეში, შეძლებდა ილიას დაღლას, მიწაზე გაკონტროლებას და მერე სადმე დახრჭვას. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ილია თოფურია მიწაზე ისეთივე მხეცია, როგორიც ფეხზე. მისი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არის უმაღლესი დონის. პედის მცდელობა რომ ილია დაიღალოს, გავს მცდელობას რომ ზღვა ჭიქით დაცალო. ილიას კარდიო და ფიზიკური მომზადება საშუალებას აძლევს 5 რაუნდი ისეთ ტემპში იწყუბოს, რომ პედის გული გაუჩერდეს. და გეიჯი უბრალოდ ძველი სკოლის მებრძოლია, რომელიც თავის დროს ატარებს. ის არის ლეგენდა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ სპორტი წინ მიდის. ილია არის მებრძოლის ახალი ევოლუცია. ის არის ისეთი სპორტსმენი, რომელსაც სუსტი წერტილი უბრალოდ არ აქვს. ფეხზე გირტყამს ვარდები. მიწაზე გადადიხარ, გაგუდული ხარ. ზოგიერთმა გამაკრიტიკა, როცა პირდაპირ ეთერში უთქვი ილია ორივეს ერთ საღამოს ცემს მეთქი. კი, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ტექნიკურად ეს აბსოლუტური სიმართლეა. თუ მათ შორის ჩხუბი შედგება, ჩვენ ვნახავთ არა თანაბარ ბრძოლას, არავად მასტერკლასს. ილია დაამტკიცებს, რომ ის არ არის მხოლოდ თავისი ზონის ჩემპიონი. ის არის მთელი UFC-ს სახე. ასე რომ მეგობრებო, ჩემი აზრი უცვლელია. ილია თოფურია არის ფენომენი. ის, რასაც ის აკეთებს ოქტაგონზე, არის ხელოვნება. გეიჯი და პედი კი უბრალოდ კარგი მებრძოლებიან, რომლებიც არასწორ დროს აღმოჩნდნენ არასწორ ადგილას. ილია მათ გადათელავს და გააგრძელებს თავის გზას ისტორიისკენ. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა გონიათ, რომ გეიჯის ბინძული ბოქსი რამეს უშველის ილიას სისწრაფეს? ან პედის ჭიდაობა შეაჩერებს ქართველ მატადორს? დაწერეთ, არ მოგერიდოთ. მადლობა, რომ ბოლომდე იყავით ჩემთან. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ანალიზი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც კიდევ უფრო საინტერესო თემებს განვიხილავთ. აბა დროებით.